გამარჯობა მეგობრებო. ადამიანი, რომელიც არ აღიარებს არაცნობიერის არსებობას, ის არის შიზოფრენიის დამთესი. დღეს მინდა გავესაუბროთ ისეთ საკითხებზე, როგორიც არის ბატონი ზაზა შათერიშვილი, იდეოლოგიები, ვინ არიან საერთოდ ეს ხალხი, რა არის საერთოდ ეს, რას ნიშნავს, რა არის deep state, რა შემთხვევაშია ის, თქვათ, იდეოლოგიის ნაწილი და რა შემთხვევაში შეიძლება უბრალოდ რაღაც პრაქტიკული მოვლენის აღნიშვნად მივიჩნიოთ და ასე შემდეგ. ესეთი რაღაც ცოტა სიმართლე გითხრათ, მგონია რომ შეიძლება რაღაც სირთულესთანაც იყოს დაკავშირებული ამ ყველაფრის ახსნა განმარტება, მაგრამ ყველანაირად ადვილად და გასაგებად შევეცდები რომ ავხსნათ და დავინახოთ კარგად ამ ჩამოთვლილი საკითხების შინაარსი ადვილად გასაგებ ენაზე. გუშინაც ამასწინათ კიდევ და ამ ბოლო დროს ვაკვირდები ამ ადამიანის გამოსვლებს, გადაცემებს, საუბრებს, რაზე იმყარება მისი ფილოსოფია, რას წარმოადგენს მის მიერ გამოტანილი დასკვნები და რას ემსახურება ეს ყველაფერი. გუშინ ვუყურე მას ეგეთი გადაცემა არის ეპშტეინის კუნძული თუ რაღაც რადიოს სარგებლობენ ეთერით სივრცით და ბატონი ზაზა შათერიშვილი ხშირად გამოდის ხოლმე ამ სარგებლობს ამ ეთერით რა და მე გუშინ ვუყურე, არ ვიცი როდის იყო ეს გადაცემა ეთერში, მაგრამ მე უბრალოდ გუშინ ვუყურე ერთ-ერთი ვიდეო, მათ შორის სხვა ბევრ ჩანაწერთან და მის გამოსვლასთან და მის რაღაც პუბლიკაციებთან ერთად რა და ესე იგი მოდით ჯერ ზოგადად უცებ ეს მოკლედ ავხსნათ რა არის ფილოსოფია. ნახეთ, ფილოსოფია, მაგალითად მეცნიერება თუ არის კვლევა ძიება რაღაცის, ხო? დაჯდება ადამიანი რაღაც საკითხს, რაღაც მიზანს დაისახავს, გამოიკვლევს იმ საკითხს და რაღაც შედეგამდე მივა რა. ეს არის მეცნიერება. რაღაც დასკვნებამდე მივა, რაღაც გარკვეულ შედეგებამდე მივა რა, პრაქტიკული გამოხატულება უნდა ქონდეს რა მის მიერ ჩატარებულ რაღაც მეცნიერულ კვლევას. მეცნიერება არის კვლევა ძიება. ფილოსოფია არის აზროვნების სტილი. შეიძლება აქვს ადამიანს ფილოსოფიური აზროვნების სტილი, ან შესაძლებელია არ აქვს. ასე მოხდა თუ ისე მოხდა საქართველოში, ხა ვეფხისტყაოსანზე გაზრდილი თაობები ვართ, ქვეყანაა, ხო, მთელი ვეფხისტყაოსანზე გაზრდილი და კიდე სხვა დანარჩენ წარმატებულად ფილოსოფიად მოაზროვნე ადამიანების ნაშრომებზე მათ შორის და გამომდინარე აქედან მოსახლეობის დიდ ნაწილს მოწონს ესეთი აზროვნების სტილი, რაც მომხიბლელად ჟღერს ეს ყველაფერი და ასე ვთქვათ შეიძლება რაღაც მომენტში ვთქვათ ჩვეულებრივ ყოფით ცხოვრებაშიც ხშირად ადამიანები ფილოსოფოსობდნენ რა, ერთი სიტყვით როგორც სიტყვიან ხოლმე რა. ხო და მაგრამ ეს აზროვნების სტილი, ფილოსოფია შეიძლება იყოს ხალხო სასარგებლო და შეიძლება იყოს უსარგებლო. შიზოფრენიის გამჩენი. შიზოფრენიის გამჩენია ყველა ის ფილოსოფიური მიმდინარეობა და ყველა ის ფილოსოფიური მსჯელობა, რომელიც კლასიკური ფილოსოფიიდან მომდინარეობს, ძველესი ფილოსოფიებიდან და არ შეესაბამება დღევანდელ ჩვენს პრაქტიკულ საკითხებს. არაფერში არ ადგება ადამიანებს
ვერაფერში მას ვერ გამოიყენებ, გარდა იმისა, რომ საუბრის ბოლოს კრება დარჩება მხიარული და რაღაც თქვათ, ანუ არ მინდა კონკრეტული რაღაც მიმდინარეობები დავასახელო, იმიტომ რომ ძალიან ბევრი ჟღერდება ხოლმე ეთერში რაღაც სხვადასხვა ადამიანები გამოდიან და ხან იმას გვთავაზობენ, ხან ამაზე მსჯელობას, საბოლოო ჯამში არაფრამდე მიდიან, არაფრამდე მიდის, უბრალოდ მიდის დრო, იკარგება დრო ამ ადამიანის მოსმენაში და შეიძლება ეს რაღაც თქვათ ესთეტიკურ სიამოვნებას არ იჭებდეს ვიღაცებს, მაგრამ რაც შეეხება ამ საკითხზე გადავიდეთ კიდევ თქვა რომ რას ნიშნავს შიზოფრენია, ანუ თავიდან მინდა ვთქვა რომ მე ვსაუბრობ არა კლინიკაზე, არა ფსიქიატრიაზე, ხალხო, არამედ მე ვსაუბრობ ეგზისტენციალურ შიზოფრენიაზე. ანუ რა არის ეგზისტენციალური შიზოფრენია? სხვადასხვა მოკლედ ვიტყვი ძალიან აქვე რომ ჩემი ციგნიც ეხება ეგზისტენციალურ შიზოფრენიას, ზაზა შათრიშვილის იდეოლოგიასთან ამას არავითარი კავშირი არ აქვს, უბრალოდ რომ იცოდეთ, ჩემს მიერ დაწერილი წიგნის გამოსახულებათა ალფაბეტიც ეხება ეგზისტენციალურ შიზოფრენიის აღწერას და ამ მდგომარეობიდან ამ საკითხის მოგვარებას. სიტყვით, ვინაიდან მე მარკეტინგთან და სხვა საკითხებთან ერთად, ანუ ძალიან ისეთი შერწყმული ჟანრი გამომივიდა, მაგრამ სხვებისგან განსხვავებით ფსიქოლოგია მაქვს გამოყენებული იმისთვის, რომ ადამიანმა იცოდეს კონკრეტული გზები, დაინახოს როგორ შეძლოს ამასთან გამკლავება და რა არის ეს ეგზისტენციალური შიზოფრენია, მოდით მოკლედ აღწეროთ ახლა. აი ძალიან მოკლედ ვიტყვი, ანუ ნახეთ, ეს არის გაორება, რომელიც ადამიანს ბუნებრივად ახასიათებს, ანუ არსებობს ცნობიერი და არსებობს არაცნობიერი. ანუ არსებობს ადამიანი და არსებობს ღმერთი, პირობითად რომ ვისაუბროთ რა. ეხლა თქვათ, ღმერთი ხო შეუცნობელია. თუმცა ალბათ შათრიშვილის შეცნობილი ყავს უკვე. შათრიშვილმა ღმერთი რა არის კი არა, ისიც იცის ალბათ ვინ არის. ანუ ვინ არის ღმერთი ისიც იცის. ჩემი, ცოტა ხა გუტრირებ, მაგრამ იმისაც რომ გავიგოთ შინაარსი რისი თქმა მინდა. ამიტომ ვაკეთებ ამას. ხო, და ესე იგი, ანუ თუ კი არსებობს ღმერთი და ღმერთი ხომ რაღაც შეუცნობელია და ეს ყველაფერი ჩემი გადმოსახედიდან ახლა ისე რომ ვისაუბროთ ჩვეულებრივ ყოფით ენაზე, ეს ყველაფერი ჩვენს შიგნით არის და ასე ვთქვათ ვისაც როგორ უნდა ისე წარმოიდგინეთ, მაგრამ მე იმის თქმა მსურს, რომ არსებობს ცნობიერი და არსებობს არაცნობიერი. ვით, ამ ადამიანისთვის არაცნობიერი არ არსებობს, ანუ ერთ-ერთ მის გამოსვლაში ესე იწყებს საუბარს, რომ წარმოგიდგენია, იმას ეუბნება, ოპონენტი თუ ქვია იმას, ვინც უზის თანამოსაუბრეს, რომ ჯერ კიდევ არსებობენ ადამიანები, ვისთვისაც შეუცნობელი რაღაცები არსებობს, ანუ არაცნობიერი აქვს თუ იმათო რა. ხო და რას ნიშნავს არაცნობიერი რა? ანუ არაცნობიერის არსებობა ნიშნავს გონების გაორებას ავტომატურად, ანუ ეგზისტენციალურად. ერთის მხრივ ჩვენ ეს სისტემა, ეს მარკეტინგული სისტემა, რომ ეს კაპიტალიზმი თუ როგორც გინდა დაარქვით, გვთავაზობს რაღაც გარკვეულ მიზნებს, გარკვეულ გამოსახულებებს, რაღაცა ფორმატს, აი მაგალითად რაღაც იახტებს, ბრილიანტებს, რაღაც დიდროულ ცხოვრებას, რომელიც გვინდა ყველას, რაღაც მილიარდები, მილიონები, რაღაცები, მაგრამ ამ დროს ადამიანები აღწევენ ამ რაღაცებს და მაინც უნდათ კიდევ სხვა რაღაცები, ხალხო, წარმოგიდგენიათ? ანუ იმას ვამბობ, რომ რაღაც არსებობს, რასაც არ ჭირდება ეს რაღაც სასწაულები რა. ჩვენში არსებობს რაღაც არაცნობიერი, ჩვენი სული, რომელიც არ არის ბოლომდე შეცნობილი, იმიტომაც არის არაცნობიერი ის. იმიტომაც არის არაცნობიერი, რომ არ არის ბოლომდე შეცნობილი. და ამიტომ არსებობს ეს ეგზისტენციალური შიზოფრენია, ანუ გაორება, იქ გახლეჩილია, გაყოფილია გონება ორ ნაწილად. ერთის მხრივ გვინდა მდიდრული წარმატებული ცხოვრება და ასე შემდეგ. კარგია ეს მაგვინდოდეს, ეს განაცუდია, მაგრამ მეორეს მხრივ ჩვენ უნდა ვიპოვოთ გზები, რომ ამ წარმატებისკენ მავალ გზაზე ჩვენ არ დავკარგოთ ის შინაგანი ბედნიერება, ის სული და ეს თქვათ გონების გაერთიანებამდე მივიდეთ. ხდებით? როდესაც ადამიანი კარგავს ამას, ხო, ანუ გონია რომ თქვათ ზოგიერთი ადამიანი რაღაც იმიჯს პოულობს, რაღაცნაირად გამოიყურება, თქვათ სურათებში რა და გონია რომ ის არის. ანუ რომ არ გადავუხვიოთ ეხა თემას, იმის თქმა მსურს, რომ
არსებობს, ბუნებრივად არსებობს ადამიანში გონების გაყოფა გაორება ხალხო. ის ადამიანი, რომელიც ამას უარყოფს, ფაქტობრივად უარყოფს ღმერთს. ფაქტობრივად უარყოფს იმას, რაც ჩვენთვის შეუცნობელია. ანუ ღმერთი ხო შეუცნობელია, რამდენადაც შეუცნობელია ღმერთი, იმდენად შეუცნობელია ჩვენთვის ჩვენივე არაცნობიერი. ხედავთ რა არის ეგზისტენციალური შიზოფრენიაზე მაქვს საუბარი და არა კლინიკაზე, ფსიქიატრიაზე, როდესაც ადამიანები რაღაც უკვე არ არიან ადეკვატურები, კონკრეტულად რაღაც დაზიანებებს ახდენენ და ასე შემდეგ. ხედავთ ეს ადამიანი ამას უარყოფს, მოდით ესე დავიწყოთ და ნახეთ ახლა ამ გადაცემაში რა საუბრობს. ეს ძალიან საინტერესო საკითხებია და ძალიან ვთხოვთ, აი ბოლომდე ყურადღებით მოვუსმენთ, იმიტომ რომ ბევრი რამე უნდა გახდეს ნათელი, ამით ივიმედოვნებ, ამიტომაც ვაკეთებ ამას. ხო და ესე იგი, ნახეთ, მოყვანილიყავს, ანუ საუბრობს რაზე ახლა? ეს მთელი ეს deep state და ეს კონსპიროლოგია რა, კონსპიროლოგია ხო რაღაც შეთქმულების თეორიები და რაღაც ასე შემდეგ, ანუ რაღაც deep state, ანუ ეს deep state-ზე მინდა ერთი სიტყვით ავხსნა რა. ანუ ავხსნა რა არის ეს deep state ახლა. ესე იგი, ეს პირდაპირ ნიშნობით ხომ იცით როგორ ითარგმნება? ანუ სიღრმისეული სახელმწიფო რა. სიღრმისეული მმართველობა, რაღაც უხილავი ძალები, რომლებიც არ ჩანან და ასე შემდეგ. ხო და გასაგებია რომ რაღაც ამერიკაშიც რაღაც ტრამპიც ხშირად იყენებს ამას, როგორც რაღაც ისე მიმართ აღნიშნავს, მაგრამ არ შეიძლება deep state-მა დაგირეკოს და პრემიერ-მინისტრი დაგანიშნინოს, არ შეიძლება deep state-მა რაღაცა მოქმედებები განახორციელოს, ანუ ხვდებით რას ვამბობ, ეს ამერიკის შემთხვევაში რაღაც კონკრეტული სისტემური ნაკლი აღინიშნება, სისტემური ნაკლი ხალხო. ეს არ არის კონკრეტული ადამიანები და ვიღაცა კი რომ დარეკოს, ეს deep state-მა დამირეკა იგივე არის იმის თქმა რომ შავი ხელი რო იყო, გახსოვთ ადრე იყო ესეთი ჩემ ბავშვობაში იყო ხოლმე რომ შავმა ხელმა გააკეთაო ესო რა. იგივეა რაღაც უხილავმა შავმა ხელმა რაღაცა ლობიო მოხარშა. მაგალითად, და გუდიანმა კაცმა ეხა გუდიანს ვეტყვი და წაგიყვანს. აი იგივე არის ეს ხალხო, ზუსტად იგივეა, რომ თქვა რომ deep state-მა deep state-ი ჩაერია და რაღაც ესეთი რა. ანუ deep state, როდესაც თქვა ტრამპი ამბობს, deep state-ი დავამარცხოთ ნიშნავს რაღაც ნაკლი დავამარცხოთ, რაღაცა ნაკლოვანებაა სისტემურ მმართველობაში სახელმწიფოში. და ის უნდა დავამარცხოთ, თორე deep state-მა რომ დამირეკა და რაღაცა ეს შიზოფრენიული განწყობების დათესვაა რა და რამდენად ეს ქრისტიანულია, რამდენად ეს ამის დამთესავი ხალხი საერთოდ ღმერთის რამდენად წამთ და ანუ ან წამს ღმერთის და ეკლესიის, ხო? და ან წამს deep state-ის ზარის და რაღაცა ესეთ რაღაცების რა. ხვდებით რას ვამბობ? ანუ შეუთავსებელია ეს ამ ორი რაღაცის ერთდროულად დაჯერება რა. ნორმალური, ადეკვატურ ადამიანებზე მაქვს საუბარი და არა რაღაც თქვათ იმ ოცნების ხარდამჭერები, რომლებიც იძულებულები არიან ამას მხარი დაუჭირონ ალბათ, რა ვიცი, იმიტომ რომ ან არიციან უბრალოდ რას აკეთებენ რა. ხარდამჭერებზე ვამბობთ, რომ ვინც ამას თესავს და ამ იდეოლოგიას ავრცელებს, ეს თავისთავად სპეციალურად კეთდება. იმიტომ რომ ძალიან კარგად დავაკვირდი მე ამ ადამიანს, ბატონ შათერიშვილს და ანუ პროფესიონალი, ესე იგი ვას თქვათ ირონიული ფილოსოფიით ჟონგლიორია, ანუ ჯამბაზობს პირდაპირ მნიშვნელობით, ეს სხვა სიტყვების ეს რაღაც რახარუქით და დისტოპია, დიქოტომიური დისტოპია და რაღაც აი ეს მსგავსი ტერმინოლოგიებით, რომ არ გაგიბრუნოთ ხა თავი, რომელთა გროტესკული რაღაც გონისა რა ქვია ფანატიზმი და რაღაცა მსგავსი უაზრო ტერმინოლოგია. უაზრო არ არის ეს კონკრეტული რაღაცების აღნიშნულია, კონკრეტული კატეგორიები არის, რაღაცის ცნებებია, მაგრამ ამით რომ არ გაგიბრუნოთ ხა თავი, მოკლედ გეტყვით რას, რითი ხსნის კონსპირაციის არსებობის აუცილებლობას, ანუ deep state-ების და ეს რაღაც შეთქმულების თეორიების არსებობის აუცილებლობას, რითი ხსნის ეს ადამიანი, მოკლედ გეტყვით ხალხო, ნახეთ. როდესაც ღმერთი არ არსებობს,
მაშინ იწყება გეგმაო ეს ადამიანი იძახის რა ანუ გეგმა კი არ არის ღმერთს დაუახლოვდეთ და თქვა ჩვენი არაცნობიერი შევიცნოთ ღმერთი არ არის და არსებობს რაღაც გეგმა უნდა იყოს იმიტომ რომ ქაოსის ენტროპია და რაღაც ენტროპია საზომია ქაოსის მდგომარეობის რა სტატისტიკური ფიზიკის მონაცემია ერთი სიტყვით სხვაგან რო არ გადავიდეთ ისევ ამოხსნას გეუბნებით მისი ნასაუბრებს იმიტომ რომ თქვენს რომც მოусმინოს 90% ამას უბრალოდ ვერ გაიგებს რას ამბობს ეს ადამიანი მაგრამ არიან ეტყობა ვიღაცები ვისაც ამას ესაუბრება და გამგებებს მსმენელებს აგებინებს ხო მოძღვრავს თავისებურად რა და ეხლა მე გიხსნით ამას რომ თქვენ ქართული ოცნების მომხრეებო თქვენ გეუბნებათ ზაზა შათრიშვილი რომ თქვენ ხართ უღმერთო ხალხი ანუ ღმერთი თქვენთვის არ არსებობს ამიტომ თქვენთვის უნდა იყოს რაღაც გეგმა ეს ქაოსი რაღაცით უნდა დიფერენცირდეს უნდა კლასიფიკაცია მოხდეს უნდა დაალაგდეს ამისთვის საჭირო გეგმა ანუ რაღაც თეორიული წარმონაქმნები და ეს თეორიული წარმონაქმნები რაღაც ნამდვილი და კარგი კი არ უნდა იყოს და პრაქტიკული რომელიც დაგეხმარებათ რომ აი ეს შიზოფრენია დაძლიოთ რა რომელიც დაგეხმარებათ რომ ნორმალური ცხოვრებით ვიცხოვროთ რა ადამიანებმა და ჯანსაღად ვიაზროვნოთ არა უნდა იყოს თურმე აუცილებლად რაღაც deep state-ი რაღაც გამოგონილი რაღაც ეს თქვა მარკეტინგული ხრიკები და ასე შემდეგ და ამის ძალიან ისე ჟონგლიორულად ოსტატურად ჟონგლიორობს ეს ადამიანი და მოყავს ის განმარტებები სხვადასხვა ავტორების მაგრამ ყველაზე მეტად ხელმძღვანელობს იყო ესეთი ავტორი პელევინი ვიქტორი მართლა უნიჭიერესი ადამიანი იყო ეს ავტორი ბევრი წიგნები დაწერილი მათ შორის ცნობილი წიგნებიდან ჩაპაევი და სიცარიელი რომელსაც რატომღაც გენიალურ ნაწარმოებად აღიარებენ ნუ შეიძლება არის კიდევაც კარგი ნაწარმოები თუმცა ბევრი სხვა უკეთესი ნაწარმოებებიც აქვს ამ ადამიანს ისეთ რომელიც ქართულად არ არის ნათარგმნი სხვათა შორის ამ ავტორს ლობირებს იგივენაირად მაგალითად ლაშა ბუღაძეც თუმცა არ აკეთებენ სწორ განმარტებებს ეს ხალხი. შეიძლება ლაშა ბუღაძე სხვა მიზნით აკეთებს ამ ავტორის რეკლამირებას, რა, იმიტომ ბიბლიუსის ყიდის სულაკაური ყიდის ამ პელევინის წიგნებს. არის ესეთი მისი ნაშრომი ერთ-ერთი ესე იგი Generation P და არის კიდევ ესეთი ამპირ V, ანუ ვამპირი, ოღონდ V ბოლოში წერია რა, ამპირ V და ჯენეთაობა P. აი ეს ორი ყველაზე ისეთი გავრცელებული ნაწარმოებია მისი რომელიც აღწერს რას ხალხო ნახეთ აღწერს ამ სახელმწიფოს სოციუმის ამ მარკეტინგული მანქანის მუშაობის მექანიზმს სტილს და ამ მომხმარებლურ საზოგადოებას ნაკლოვანებებს აღწერს ამ საზოგადოების ანუ როგორ სარგებლობენ აი იმ დღეს სხვათა შორის საუბრობდი იანუკოვიჩზე თუ ანუ როგორ ვამპირიზმზე საუბრობდი როგორ იყენებს ასე იგი ელიტა, პოლიტიკური ელიტა და ეს მარკეტინგული ელიტა ეს როგორ იყენებენ ადამიანების ყურადღებას როგორ იპყრობენ და როგორ საზრდოობენ ამით არ აქვს მნიშვნელობა აგინებ შენ არ აქვს მნიშვნელობა აქებ თავარია რომ ყურადღება იყოს მაგათკენ და იწოვდნენ ამ ყველაფერს რა ხვდებით ანუ ეს ამ მანიპულაციური ამ პირვში პირდაპირ უკვე ვამპირებზე არის საუბარი რა კონკრეტულად ვამპირებზეა საუბარი ხოდა მისი სხვადასხვა ამ პელევინის ხშირად აღნიშნავდა რომ მისი ასე ვთქვათ მუზა სულის ჩამდგმელი მისი ამ მთელი ჟანრის ამ ლიტერატურის რა ჩემს წიგნში მინდა თქვა რომ არ მაქვს ესეთი ხატრული რაღაც ნაწარმოების სიუჟეტური ხაზი არ მაქვს მე უბრალოდ კონკრეტულ შემთხვევებს კონკრეტულ ცნებებს ფსიქოლოგიურად აღვწერ როგორ უნდა იმოქმედოს ადამიანმა ამ სისტემაში ისე რომ რაღაც გადარჩეს რა ერთი სიტყვით რა მაგრამ აი და უკაცრავად კიდევ ერთხელ ჩავერთი ამით შედარების თვალსაზრისით ვამბობ რა და პელევინის არ ვედრები რა თქმა უნდა უამრავი და სხვადასხვა მაგრამ მე მაგალითად როგორც კრიტიკოსი რითი გავაკრიტიკე პელევინს რა აი რითია ნაკლი რა აქვს ამ წიგნებს რა რატო საერთოდ რისთვის იწერება წიგნები რატომ უნდა იყოს მეცნიერება ფილოსოფია რისთვის არის კარგი რომ რაღაც გამოსავალს იძლეოდეს ხალხო ხვდებით რაღაც განმარტებას ანუ აღწერს ისევე როგორც ბულგაკოვი ხო მთელი ვინც იცით ახლა ოსტატი და მარგარიტა
ხომ აქვს აღწერილი ამ ადამიანს მთელი იმ პერიოდის, აი მთელი ნაკლოვანება, მთელი ეს მისტიკურ, ეზოთერიკულ რაღაცნაირი ჟანრი, ეს გასაგებია, რომ ჩამთრევ იყოს, მასებს აინტერესებთ ეს. იმიტომ არის ხალხო გავრცელებული დღეს ეს ვამპირებზე და ეს რაღაც საშინელებათა ჟანრის ფილმები, რომ ადამიანებს ეს სიამოვნებთ. ადამიანი თვითდაზიანებისკენ მიდრეკილი არსება გააჩნია, ესეთი ნაკლი აქვს ადამიანს და ამის გადაწყვეტის, აქედან გამოძრომის, აქედან თავის დაღწევის საშუალებებს უნდა იძლეოდეს. რომელიც 30 წიგნი აქვს, თუ მეტი კიდე დაწერილი მოთხრობები და რაღაცები, სხვადასხვა ბევრი სხვა მოთხრობები ნათარგმნი არის, უფრო საინტერესოა გაცილებით, ვიდრე ეს ბესტსელერები, რომელიც არის, რომელიც მთელ ქვეყანაზე არის მოდებული, უბრალოდ არ არის იმდენად ჩემი გადმოსახედიდან ვამბობ რა, ამ პელევინზე ვამბობ. და გრებავთ ეს ბულგაკოვი, ხო, მაგალითად. არა აქვთ გადაწყვეტა ამ ავტორებს. საკითხის გადაწყვეტას არ იძახიან ხალხო. ხვდებით რას ვამბობ? და გამომდინარე ამ ყველაფრიდან, ხო, რომ ადამიანს თურმე უღმერთო ადამიანი და არ შეუძლია რომ გეგმა მის გარეშე იცხოვროს, იმიტომ რომ ქაოსში გიждდება ადამიანი თურმე და წმუნდები რომ ვინ არის, ვინ უჭრის თურმე კონცეფტს ტოტს, რომ ესე იგი არ მინდა რაღაცებზე საუბარი, ეს ჩვეულებრივი რაღაც ნახავთ რა სასადელოდებად ვიღაცებს ბოლო რა და საბოლოო ჯამში ამით ამართლებს კონსპიროლოგიის არსებობას ხალხო რომ უბრალოდ თქვენი ქართული ოცნების მომხრეებო უბრალოდ უღმერთოები ხართ ზაზა შათრიშვილი გეუბნებათ ამას ხალხო რომ უბრალოდ უღმერთოები ხართ და თქვენ გჭირდებათ უბრალოდ deep state-ი რო არსებობდეს რომ რეკავდეს ხოლმე ხან პრემიერ-მინისტრს ნიშნავდეს ხან ვიღაცას ეს თქვენ გჭირდებათ თორე განა deep state არსებობს რეალობაში. აი ამაზე მოусმინეთ კარგად ყურადღებით, შეიძლება დიდი ხანი დაგჭირდეთ ამის გასაშიფრად, მოგოთ ხა გიადვილებთ მართლა ხალხო, იმის გაგებას, რომ თუ რა სინამდვილეში რას გულისხმობს ეს ადამიანი რა. და საიდან მოდის ეს ყველაფერი, რატომ deep state-ი და რაღაც გლობალური ომის პარტია და ასე შემდეგ რა, ეს ყველაფერი, რატომ, რისთვის, რა შეჭირდებათ? თურმე უღმერთოები ყოფილხართ ბიჭო. და ეს ყველაფერი, აი ეს რაღაც უსაზღრო რაღაც ეზოთერული რაღაც, ანუ ნახეთ, ხალხო, რაც უფრო გარეთ ეძებს ადამიანი რაღაცებს, რაც უფრო შორდება, რაღაც უფრო სხვაგან მიდის, ხო? მით უფრო შორდება საკუთარ თავს და მით უფრო იხლიჩება გონება, მით უფრო დიდია შიზოფრენია. ხვდებით? ეგზისტენციალური შიზოფრენია ზოგადად კაცობრიობის პრობლემაა, ეს არის საქართველოს. ამაზე წერს დღეს თანამედროვე ავტორების უმეტესობა რა. ეს ძალიან საჭირო საკითხია და თემა არის ხალხო რომ იცოდეთ, ხო და. ეხლა კიდევ რაღაც იდეოლოგებზე საუბრობენ და ასე შემდეგ. ანუ ნახეთ ხალხო, არ შეიძლება ვინც გესაუბროთ, მე ჩემ თავზე არ მაქვს საუბარი, მე უბრალოდ ჩემ წიგნზე ვისაუბრე, შეიძლება რეკლამაში ჩამითვალეთ ესე მირჩენ, იმიტომ რომ საქართველოს არ ჭირდებათ მოგონება იდეოლოგიების. საქართველოს აქვს მისი იდეა და რაღაც ნაბიჯებს ხედავ აქამდე ადრე თუ გვიან ხვალზე თუ მაზნით თუ რაღაცა მივა აქამდე ხალხი ჩვენ ადამიანებს არ ჭირდებათ საქართველოს არ ჭირდებათ ეს ჭირდებათ deep state-ები და რაღაცეები ეს კონსპირაციული შეთქმულების თეორიები ეს ჭირდებათ ქართული ოცნების მომხრეებს ეთყობა. ეს ანუ ნახეთ ადამიანი რომელიც ეხლა ქსელში წავიკითხე რაღაც თემები რომ გარკვეულ პროფესიულ მასწავლებლებს რაღაც იდეოლოგიაში მე არავის ადვოკატად არ გამოვდგები ამ შემთხვევაში არ საჭიროება უნდა ჩემი ადვოკატი მაგრამ ფაქტი არის ესეთი ხო ნახეთ რომ ვინც თქვენ გეუბნებათ რომ საღათი აზროვნეთ შიზოფრენიას დაანებეთ თავი ხალხო და ჯანმრთელები იყავით და გადაწყვიტეთ რაც გინდათ ის გააკეთეთ deep state-ები და რაღაცები კი ჯანმრთელად ანუ უყურეთ არსებობს სიგიჟე და არსებობს ჯანმრთელობა ყველანაირი ჯანმრთელობა თქვენიდან მომდინარეობს რა და ამიტომ ვინც გონების გამთლიანებაზე სიჯანსაღებაზე ერთიანობაზე გაერთიანებაზე ამ ყველაფრის გესაუბრებათ ხო ის კაი ადამიანი ის არ შეიძლება იდეოლოგად ჩაითვალოს ხო არ შეიძლება
არ არის ვერ იქნება ის იდეოლოგია უბრალოდ, იმიტომ რომ ის ექიმივით არის, მორჩენაზეა, სიკეთეზეა, კარგის გაკეთებაზეა. მე არ ვსაუბრობ რა ქვია იმაზე. აქ არ არის პარტიულობაზე, აქ არ არის ვაფშე არაფერი. შუაში არ არის აქ ეხლა ამ წუთას ხალხო ისა რა ქვია პოლიტიკური კუთვნილება. ხვდებით? არაფერს შუაში არ არის, ეს სწორად გამიგეთ რა, რასაც ვამბობ. არა, ეხლა მე ვიღაცეების მომხრეობიდან ან მოწინააღმდეგობიდან არ ვსაუბრობ. ეხლა მე ვსაუბრობ უბრალოდ ჩემი გამოცდილებიდან, რაც მე ვიცი კონკრეტულად, რასაც მე მაგალითად გონია რომ დარწმუნებული ვარ მე იმაში რომ უამრავ ადამიანს გამოადგება, ხო? როგორც ჩემი წიგნი მაგალითად, იმიტომ რომ გადაწყვეტილებებია იქ. იქ აღწერილია რა არის რა იწვევს შიზოფრენიას და არა მხოლოდ ის, როგორ ერთი ვამპირი მეორე ვამპირს ისწავს. ხვდებით? ანუ ბულგაკოვის სტილი სხვა რამეა. ძალიან მომწონს, საკითხავად ძალიან კარგია. ძალიან კარგია, ძალიან პატივისცემა. მაგრამ ხალხო, ეს ამაზე მიყოლა ამ ცნებებით ცხოვრება შიზოფრენიის გამჩენია. ამ ცნებებით ხო ეხლა რაღაცა გადაიქცეს იმათ რა ქვია ვოლანდად და მოდის და გესაუბრება ეს სიგიჟია ჩვეულებრივი ხალხო ნუ ეხლა მხატვრული ხერხი კარგია ულამაზესია როგორც ალან ედგარ პო წერდა მაგალითად მაგრამ იმ სიღრმეებში შესვლა და იმ კატეგორიებით სიცხოვრება იმ დიპ სტეიტური რაღაცეებით სიგიჟია ხალხო შიზოფრენია ამას ვამბობ სრულებით პასუხისმგებლობით კომპეტენტური რაც ვიცახი ახლა ამას. ამიტომ არ შეიძლება უბრალოდ ვერ ჩაითვლება იდეოლოგად ის ადამიანი, რომელიც თქვენ გეუბნებათ რომ შიზოფრენიის მომრჩენ, ანუ აქედან ამ სიგიჟიდან გამოსავალ რაღაცებს მის გესაუბრებათ, ხო? ის უბრალოდ ვერ იქნება. ვერ იქნება ის. მით უმეტეს იდეები კი ყველა იდეა და ყველა რაღაცა ესეთი მოგონილი თეორიული წარმონაქმნია, ხო? ადამიანი ვთქვათ იდეები და საზოგადოება და სოციუმი რო არ არსებობდეს, ტყეში ირბენს და რაღაცა იქნება ველურივით, ხო? ანუ რაღაც არ ექნება ეთიკა, მორალის დილობა, კულტურა და ზნეობა და ეს რაღაცეები. სხვადასხვა მორალი და ზნეობა სხვადასხვა რამეა და ხშირად ერევათ ხოლმე. ზნეობაა და მორალია. ანუ მორალი უფრო შინაარსობრივია და ზნეობა უფრო საქციელის მოდელებია რა. ეს მნიშვნელოვანია რომ გავითვალისწინოთ რა. და რატომ უნდა ვიცოდეთ ისი რაღაცეები ზუსტად, იმიტომ რომ არა როცა ირება, უკვე იწყება გაყოფა გონების. ვით, ხო, ამიტომ deep state-მა დამირეკა არის როგორც შავმა ხელმა ხაჭაპური გამოგვიცხო რა. ხელთათმანმა მარტო უხელო ხელთათმანმა რა. პირობითად ვამბობ ახლა რა ვიცი თუ გაიგებთ ამ ხუმრობას მადლობელი ვიქნები რა და იმის თქმა მსურს რომ უნდა უბრალოდ უნდა ვიცოდეთ ჩვენ ვინ არის იდეოლოგი და ვინ არ არის იდეოლოგი და არც შეიძლება იყოს და არ ჭირდება თქო ხალხი თვითონ მივა იდეამდე ჩვენს ქვეყანას აქვს იდეა ხო რომ იცოდეთ მადლობა ყურადღებისთვის